ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით დღეს საქართველოში რელიგიური ძალადობის უკონტროლო სიტუაცია შეიქმნა. Შემიძლია ვთქვათ, რომ ეს მოვლენა არ არის არც ქართული და არც მართლმადიდებლური მოვლენა. მაგრამ არის პიროვნებები, რომლებსაც არ უშლიან ხელს, არამედ პირდაპირ ხელს უწყობენ იმისათვის, რომ ასეთი პრობლემები შეიქმნას ქვეყანაში. მე ვერ ვიტყვი, რომ დაუშვათ მოსახლეობა ეს. მოსახლეობას თუ კი არ გააღიზიანებდნენ, არ მიიყვანდნენ რაღაც კუთხით, მე ვთვლი, რომ სპეციალურად დაამუშავებდნენ მას რაღაც კუთხით. მოსახლეობა იქნებოდა ტოლერანტული ამ კუთხით. მე როგორც ადვოკატი მონაწილეობდი რელიგიური უმცირესობის ჯგუფის სახელით სასამართლო პროცესებში და მინდოდა სასამართლო დამერწმუნებინა ერთ მარტივ რამეში, როდესაც ამ ჯგუფის მშვიდობიანი შეკრება პოლიციამ ძალადობით და უხეში ჩარევით ჩაშალა და ჩვენ მივმართეთ სასამართლოს თხოვნით ეცნო პოლიციის მოქმედება უკანონოდ. ჩვენ ეს პროცესი წავაგეთ პირველი ინსტანციის სასამართლოში. ეგრე შევახსენოთ, ვინ დაარბიეს მაშინ? დაარბიეს ევანგელისტური ეკლესია, რომლის პასტორია აქ ბატონი ზალტყეშელაშვილი აქ გახლავთ და იცით რა, ყველა პროცესზე მე მიწევდა სასამართლოსთვის უმარტივესი რაღაცეების განმარტება. და პროცესს ვაგებდი მართალია, იმიტომ რომ ეს მოთხოვნა იყო სრულიად ესეთი ახალი და ნოვაცია იმ დროისთვის და სასამართლოს ძალიან უჭირდა ეცნო პოლიციის მოქმედება უკანონოდ, მაგრამ ყველაზე შემაძრწუნებელი ჩემთვის ის იყო, რომ უზენაესი სასამართლოს 3 წევრსაც კი ვერ გავაგებინე რაზე იყო საუბარი. ამ დროს ჩვენ ვაპელირებდით ძალიან მარტივ არგუმენტებით, კონსტიტუციური უფლებებით, ევროკონვენციით, კანონით პოლიციის შესახებ, კანონით მანიფესტაციებისა და შეკრებების თავისუფლების შესახებ, აღმსარებლობის თავისუფლების, აი ესეთი ტერმინები და ვერ გავაგებინეთ ეს. ამიტომ მე ძალიან ვშიშობ, რომ თუ ჩვენ კიდევ დაუშვებთ რაღაც ახალ ტერმინებს, პროზელიტიზმს, რომელიც ძალიან ბევრმა ცნების სახით არ იცის. მე გულისხმობ ჩემ კოლეგებს, ძალიან ცუდი პრეცედენტები შეიქმნება. მე მიმაჩნია, რომ აი ბატონ თემურის აზრს ცოტა უფრო სხვა კუთხით განვავითარებდი, სახელმწიფო არათუ ცუდ პოლიტიკა, არათუ არ ატარებს კარგ პოლიტიკას, არამედ ძალიან ცუდ პოლიტიკას ატარებს, იმიტომ რომ ამ ვითარებაში, როდესაც ყველას აქვს უფლება რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლებისა, სახელმწიფოს მოვალეობა უპირველეს ყოვლისა შექმნას მექანიზმები და თანქმედითი და რეალური მექანიზმები, რომ უმცირესობების, ასე ვთქვათ, დისკრიმინაცია არ მოხდეს. ბოლო შეკითხვა ბაშინ ბატონ ზალ თქვენთან. ჩვენს ინტერვიუში, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ და რომლის ფრაგმენტიც არ გამოვიყენეთ, თქვენ ასეთ სიტყვებს ამბობდით, რომ წმენის საკითხები ეს არ არის პოლიტიკური სკამის საკითხები, რომ არც ერთი აღმსარებლობის ადამიანი არ ჩაბარდება სხვას და არ ეტყვის, რაც გინდა ის მიქენით. თუ არ ვწდები, ზუსტად მოვახდინეთ ციტირებად თქვენი სიტყვებით. როგორ ხედავთ აქედან გამოსავალს? თქვენ როგორც რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი. დაპირისპირება აღმსარებლობებს შორის თუ კონფესიებს შორის ეს ძველი საკითხი არის და ამის უზარმაზარი გამოცდილება არსებობს სოფლიოში. და დღევანდელ დღეს ამ საკითხის მოგვარება შეიძლება მხოლოდ ერთი რამით. მოსახლეობაში არა შუღლი დათესონ სხვადასხვა აღმსარებლობის მიმართ, არამედ უფრო მეტი სინათლე, უფრო მეტი შემეცნება შეიტანოს. ბატონო, მოსახლეობას ეშინია თქვენი და თქვენნაირების. რა შეგიძლიათ უბრალოდ უთხრათ? მოსახლეობას აშინებენ სხვადასხვა მეთოდებით და ეს მეთოდები იცვლება და როდესაც გამოელევათ ხოლმე მეთოდები, მერე შეშინების სხვა მეთოდებს იყენებენ. და როდესაც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ახლა უკვე კანონზე ლაპარაკობენ რელიგიის შესახებ, ეს ახალი მოფიქრება არის, ახალი გახსნა ამათვის, ვითომ რელიგიის კანონია საჭირო იმისათვის, რომ კრიმინალს კრიმინალი დაარქვა და ღვთისმსახურს ღვთისმსახური დაარქვა. ამდენად მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უნდა მიანდონ თვითონ კონფესიებს. მართლმადიდებლურ ეკლესიას, საპატრიარქოს და უშუალოდ სხვადასხვა კონფესიებს, ხოლო რაც შეეხება პროკურორებს, რაც შეეხება მოსამართლეებს, რაც შეეხება კანონმდებლებს, მათ უნდა დაიცვან კანონი უშუალოდ, მიუხედავად იმისა, რომ რა აღმსარებლობის არის ადამიანი ან როგორ არის. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისათვის, დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელსაც ყურადღებისათვის, ამ ძალიან რთულ და მნიშვნელოვან თემაზე მუშაობას ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ. ნახვამდის.